მინდა ისევ აი ამ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებზე, როდესაც საუბარი ეხება, არა თუ პოლიციელებს აყენებენ შეურაცხყოფას, მოსამართლეებს რა გაუკეთეს, ხო დავინახეთ. ესე იგი, მოსამართლეებს მე ველოდები ხელისუფლებისგან, რომ ყველა ის თავდასხმელი, ვინც მოსამართლეებს შეურაცხყოფა მიაყენა იქ ბაბილოსთან კორპორატიული შეკრება როდესაც იყო, ყველა დაიჟება და იმ დღეს კაცო ზუგდიდი სასამართლოში. მე არ ვიცი, არ ვიცი მეგობრებო, ამათ არავითარი ფსიქიატრი აღარ უშველით. აი, ნახეთ ერთი სასამართლო პროცესი მიდის, მოსამართლე იხილავს საქმეს და დარბაზში რა ხდება ერთი ნახეთ. არ ვიცი მე წადიშვილო იმკურნალე რა უბედურება ესა არ ვიცი აი მეგობრებო აი კაცი ადგა ჭაღარა თმიანი კაცის დასული ადამიანი და იქ რაღაცა სიმღერები შემოძახა იმ სასამართლოზე რა ესე იგი ბიჭო პოლიციას ურტყამენ და რატო გვაკავეთ პოლიტპატიმარიაო სასამართლო დარბაზში როგორ იქცევით რეჟისორები ბოდიში და რას აკეთებენ თქვენ კარგად ხედავთ მე აგერ ხუჩებში რეებს აკეთებენ აი მე არ ვიცი აი ნახეთ ერთი ესე იგი საქართველოზე ამბობენ საქართველოში რუსული რეჟიმი არის. აი ხლა აქ რომ მართლა რუსული რეჟიმი იყოს, აი ცოცხალი ვერ გამოხვიდოდით იმ ბარიდან მერე რა. აი ფეხქვეშ დაგიდებდათ ის რეჟიმი, ისე გირტყამდა და დედაბუდიანად გაგასახლებდა ნაკიდან რა. ესე იგი მერე გამოდიან და იქ იმაში დუბაიშიო რატო იმ ზარქუა მიზალადაო. ეხლა ესე არის ეს ჩვენი კანონები აწყობილი რომ ესე იგი ვიღაცამ უნდა გაგინოს და მე შენ არ უნდა გასცე პასუხი თმენის ვალდებულება. ესე იგი საშინელებები ხდება.